და აი დადგა შაბათი და არა მარტო და აი შაბათი დადგა, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ვართ, იმიტომ რომ როგორც იქნა დაგვიბრუნდა კირას დედა. ორი შვილის დედა. მარიამ რაილიშვილი. ისე მომენატრა ჩემი ტელემაყურებელი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმები მათ და ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი და თქვენ რამდენად ბედნიერები ხართ. ჩემი დაბრუნებით, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ისევ თქვენთან ერთად მომიწევს. არა, ეს მაყურებელს უთხრა მე მგონი რომ ხო. აი უნდა რომ გაიგოს ეხა რომ ითხოვს, აი მე ძალიან გვიყვარხარ. მართლა და გვაკვდი და რა არის ვერ გავიგე ახლა ამდენი ხანი რომ დაგვიყვარხარ. ალბათ არიცი, მაგრამ მე ბავში შემეძინა. გოგონა. კარგი რას ხდება ხოლმე რა. და კი და დღეს დავბრუნდი, ამიტომ ეთერში კირა დავარქვით. კირას მოიყვან ეთერში პირობადადე. პირობას დებ აქვე რომ რა თქმა უნდა მოვიყვან. რა თქმა უნდა ამ სეზონზე მოვიტან. კირას. მოვიყვან ბავშვს და რა თქმა უნდა გაგაცნობთ ახლოს და მე აქვე თუ შეიძლება ვისარგებლებ შემთხვევით. სიმართლე ვთქვათ, ძალიან დიდი შანსი არის იმის რომ არ ცოდნოდა, არ ახსოვდეს. აბსოლუტურად გეთა, ამიტომაც გავუსვი ხაზი ამ ყველაფერს, თუმცა სანამ ანა რამეზე მიპასუხებს, მე მინდა რომ გამოვიყენო. არა, მინდა რომ გამოვიყენო პირდაპირ ეთერი თუ შეიძლება და ჩემს უნიჭიერეს, უსაყვარლეს, ულამაზეს, ძალიან სათნო ადამიანს, ჩემს ჩემს მივულოცა და კურსობაძეს მივულოცა დაბადების და ძალიან მიყვარხარ კი შენზე ვამბობ ზუსტადაც და ბედნიერი ვარ რომ სცენური პარტნიორიც ხარ და პირდაპირ ეთერში ჩემს გვერდიცი ხარ და ნიკა გადმომილოცია შენთვის სიტყვა. მე ჩემი სცენური პარტნიორი არ ხარ, მაგრამ საეთერო პარტნიორი ძალიან კარგი, მართლაც რომ და ხოცი დასაფასებელი და საამაყო ბესნიშას მართლა და გილოცავ შენს დღეს. აი როგორ მილოცა. კარგი, არა უცდეთ ხა დღევანდელი გადაცემის თემას. შენ წარაგები და ჩვენ აუცილებლად წამოყვებით. მიყვარხართ, დიდი მადლობა და მიხარია რომ პირდაპირ ეთერში ხვდები ასე ვთქვათ დაბადების დღეს. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ თემას, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ლუდომანიაზე, რომელიც ალბათ ოჯახი არ არსებობს საქართველოში, ხო? ქვეყანაში, სოფლიოში დგას ძალიან დიდი პრობლემა ლუდომანიის. სოფლიოში არ ვიცი ესე დიდად რა ხდება. სტატისტიკასაც შეგვიძლია რომ პრინციპში მე გავეცნოთ. კი, მაგრამ ნუ საქართველოში რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ ეს ფაქტია. ჩვენ გარშემო ოჯახში თუ არა როგორც ჩვენ თქვი, სამეგობროში და სანათესაოში თუ სამეზობლოში სადღაც მაინც არის ეს პრობლემა ძალიან ისე მკაფიოდ და მძიმე. მოდი, ლუდომანია მე მგონი უნდა ავხსნათ ხო ჩვენს ტელემაყურებელს. შეიძლება არ იცოდეს თვითონ ტერმინი. ხო, ხო, შეიძლება რომ განმარტება მოგვიწიოს, ეს არის ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან აზარტულ თამაშებზე ამ შემთხვევაში და როგორც ანა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. ჩემს ირგვლივაც არიან, რა თქმა უნდა, ადამიანები და ვიცით არაერთი ისტორია, არაერთი დანგრეული ცხოვრება შეგვიძლია პრინციპში პირდაპირ თქვათ, იმიტომ რომ ეს არის მევალეები, ლომბარდები, ასე შემდეგ და ყველაზე დიდი ჭიდილი ალბათ რაც ადამიანს უწევს, ეს არის საკუთარ თავთან ჭიდილი, რაც დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ ლუდომანს რო ვკითხოთ არ არის იმ თავისი ყოფით კმაყოფილი და თავისი დაავადებით კმაყოფილი და დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რთული ამ ყველაფერთან გამკლავება და ამეთანხმებით ალბათ და მე მინდა რომ ახლა მოვიწვიო ჩვენთან სტუდიაში ადამიანები, რომლებთან ერთადაც გავშლით უფრო და კიდევ უფრო ღრმად შევაბიჯებთ იმ პრობლემაში, რაც უკვე ჩვენს ტელემაყურებელს პრინციპში წარუდგინეთ. მოკლედ, ჩვენი სტუმრები არიან დღეს თორნიკე ლიპარტელიანი, გიორგი არაბული და ბექა ღვანიძე. გთხოვთ მოგბრძანდეთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. როგორც უკვე აღნიშნეთ, მოკლედ საუბრობთ ლუდომანიაზე. და უნდა დავიწყოთ ალბათ პირველ რიგში ძირეული პრობლემა რა არის და მე მივყვეთ ნელ-ნელა რომ ყველაფერი ჩავშალოთ და განვიხილოთ თემა, რომელიც პრინციპში ძალიან მტკივნეულია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მოგესალმები, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და აქტუალურობის თემაზეთვის. რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით იმაში რომ ბოდიში ტექნიკური ხარვეზია და მე მგონი მიკროფონს გახლა. ყველაფერთვის მზად ვარ.
ეხა ისმის? კი ბატონო, გადასარევი. იმაში აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ წინა წლამდე ეს თემა აქტუალურობას არ გარგავს პირიქით. სამწუხაროდ სტატისტიკები აჩვენებს, რომ ტენდენცია უფრო ზრდადია და ეს დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა წინა წლამდე უფრო იზრდება. და რაც შეეხება უკვე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, აქ მივდივართ უფრო ასე ვთქვათ ბავშვობაში და ბავშვობიდან წამოსულ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თუ ქცევით აშლილობებში, ან შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა ტრავმებიდან წამოსული ეს პრობლემა და შემდეგ უკვე მოზარდობაში ეს გამოვლინებებია სხვადასხვა ტიპის, ეს იქნება ნარკოტიკით თუ აზარტული თამაშები თუ სხვა რამოდენიმე ათასი დამოკიდებულება არსებობს და შეიძლება ადამიანი იყოს მიჯაჭვული ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის გამოვლინების დაავადებაზე. ჩაგერთვები რა, აი ხა მართლა პირველად დავფიქრდი ამ ხელაკაცი რომ ბავშვების პრობლემები რო ახსენე, ხო, აი როცა დამოკიდებული ხარ ნარკოტიკზე, სასმელზე და ასე შემდეგ, კი, მოდის ძირითადად რაღაცა პრობლემებიდან ეს ყველაფერი ლუდომანიაზე არასდროს არ დავფიქრები რომ შეიძლება ეს დამოკიდებულებაც იყოს ბავშვობის პრობლემები. მე რაღაც ვფიქრობდი რომ საერთოდ დამოკიდებულება არის მე მგონი ამ შემთხვევაში თავარი ლუდომანია მაინც დამოკიდებული, ხო, იქ უკვე რაღაც განშტოებებია, თორე ეს არის პრობლემა რომ დამოკიდებული ხდები. ხო, აი მაგას ვამბობ, კი, გასაგებია. ხო, ანუ დავამატებ იმას, რომ აქ არის რაღაცა სიცარიელებიდან წამოსული, ტრავმებიდან წამოსული, რაღაცა ბავშვობაში განცდილი, შეიძლება რაღაცა ემოციური სხვადასხვა ტიპის მდგომარეობებიდან წამოსული ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე არ ვლინდება, მაგრამ როგორც წესი, რაღაც მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ 0-დან 7 წლამდე ყალიბდება ეს დაავადება და მარიამი მართალია ამ შემთხვევაში ეს არის ზოგადი დამოკიდებულების პრობლემა და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის გამოვლინებაა უბრალოდ ეს თამაში, ამ შემთხვევაში აზარტული თამაშები ამ დამოკიდებულების, მაგრამ შეიძლება იყოს ისე კიდევ ერთხელ ვიძახი, რაღაცა ალკოჰოლის მოხმარება, შეიძლება იყოს ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ან შეიძლება იყოს ემოციებზე დამოკიდებულება, ან დღევანდელი ასე ვთქვათ სულ ახალი ფაქტი არის, რომ უკვე ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულებაც კი ითვლება დამოკიდებულებად, სულ ახალს გაიყვანეს, ასე ვთქვათ ოფიციალურად მიანიჭეს ეს სტატუსი. და ქცევითი აშლილობები ზოგადად ძალიან მომრავლდა ამ ბოლო დროს, თუნდაც ინტერნეტ დამოკიდებულება, სკროლაზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ამ ყველაფრის საფუძველი და ფუძე მაინც არის ერთი ზოგადად რაც უკვე ვახსენე, ბავშვობიდან წამოსული, ასე ვთქვათ, ის ემოციური მდგომარეობები, ხო, შეიძლება იყოს ტრავმები, შეიძლება იყოს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობები, რომელისგანაც შეიძლება აღზრდილობითი, ასე ვთქვათ, ხშირად იძახიან, რომ ახლა ზედმეტი ყურადღების ბავშვი შეიძლება პირიქით ამ გამოიწვიოს, ან ნაკლები ყურადღებით, ან სიყვარულის ნაკლებობით, ან მოზღვავებული სიყვარულით. აღზრდილობითი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, რომელიც შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, პროგრამდება ადრეულ ასაკში და მოზარდობაში ეს უკვე გამოვლინდება, როდესაც ადამიანი იწყებს უკვე რეალურად დამოუკიდებელ ცხოვრებას. მადლობა. ბეკასა გიორგის ხო, მაინტერესებს რომელიმე გიყავით დამოკიდებული? ორივე. მე კი ვიცი, მოკლედოს. მოგესალმებით, მე გიორგი მქვია. პირველ რიგში გილოცავთ თქვენ მრავალს და ეს არის. მადლობას გიხდით ესეთი აი უნიშნელი ყოველ დღე თითქმის რაღაცა ისეთი ტრაგიკული ინფორმაცია მისმის ხოლმე რა თამაშ დამოკიდებული ადამიანების შემთხვევაში და მე შევეცდები რომ ჩემის მხრივ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით დღეს უკვე სპეციალისტი ვარ გამოსავალში ორგანიზაცია გამოსავალში და ვცდილობთ რომ ჩვენი გამოცდილებით სხვა ადამიანებს რაღაცა გზავნილი გადავცეთ რა ესე იგი რაში მდგომარეობს ხეს გამოცდილება დეტალებში რო არ ჩავიდე დეკორაცია ყველა სხვადასხვანაირი აქვს ემოციური თვალსაზრისით ვიტყვი რომ ძალიან ნაცნობი არის ეგეთი რაღაცა რომ აი ხო იცი ბევრს რო წააგებ რა იცი რაღაცა ვალები რაღაცა ერთი ორი დღის ნათამაშები რო გაგზედიზე და ბოლოს სისხლიანი თვალებით რო სარკეში იყურები რომ ვინ ახარ ვაფშე შენ ხო ხტები მიუღებლობა რო გაქვს შენი თავის აი რო არ გიყვარს რა ვისაც უყურებ რა რო გეზიზღება და ეგ ემოცია ეგ არის ალბათ რა ვიცი ჯოჯოხეთი ხო ხტები ჯოჯოხეთური ამ ყველაფერში ის კი არ არის რომ გახარ იქ და რაღაცა ფული წააგე და იმას მისტირი რა რომ
ზუსტად იცი რომ იმ ტკივილის მიუხედავად რომელიც ეხლა გაქვს ეს არ არის საკმარისი мотиваცია იმისთვის რომ შენი შეწყვეტები და ზუსტად იცი რომ სადღაც გავა ერთი დღე და ორი თვე თუ რაღაც პერიოდი და ისევ იმ სარკესთან ზუსტად იგივე სახით იქნება იმიტომ რომ ეს მე-1000 პრეცედენტია შეიძლება სადაც საკუთარ თავში იმედგაცრუება იგრძენი რა და გამოჯამრთელების თვალსაზრისით ხა რასაც გულისხმობთ ხო პიროვნულ ზრდას ეხა ეგ არ არის რომ რაღაცა ვაპროგრამებთ ადამიანებს და რაღაცა აზრებს სხვა აზრებს უსვამთ და ემოციებს უცვლით რა სურვილი თავის ადგილას რჩება უბრალოდ რა ხდება იცი რომ არჩევანს აი რატო არის რა ეხა იმ მომენტში ის ადამიანი იქ რო დგას იმ სარკისზე და მაგრა რო ტკივა და რაღაცის შეცვლა რო უნდა რა იმაში რო იფიცება რომ აი всё ეს არის ბოლო და თავის თავთან ხო იცი რომ აი მორჩა აი დეტექტორში რო შეერთო გეტყვის რომ მართალია არის თუ იმ მომენტში გულწრფელია მაგრამ ნახეთ რაში არის საქმე რომ ის გადაწყვეტილება ემოციურია და ტკივილიდან გამომდინარეობს და ჩვენი არც ერთი ემოცია არ არის პერმანენტული ხასიათის რა მე ხვალ გავიღვიძებ და სხვა რაღაცას გძნობ როცა ემოციურ გადაწყვეტილებებს ვიღებ ეს ნაკლებად პრინციპულია და ნაკლებად არის რაღაც ფასეულობაზე დაყრდნობილი ცნობიერებამდე როდის მიდის ის გადაწყვეტილება აი ცნობიერი როდის ხდება უკვე რომელი გადაწყვეტილება აი ის გადაწყვეტილება რომელიც შემდეგ უკვე სხვა სწორ გზაზე გაყენებს ადამიანს გამოჯანმრთელების გადაწყვეტილება აი მაგალითად ეხლა რატომ მოვიხადე პირველ რიგში მადლობა რომ აქ აი ამას ვაკეთებთ რა ანუ რაღაცა შეიძლება მოკრა ყური ეხლა ვიღაც შეიძლება უყურებს იმ ტელევიზორში რომ აი ჩემსაც ლაპარაკობს ეს ტიპი და მოდი დაველაპარაკები რა იქნება რაღაცა მირჩიოს რა და ესე ურთიერთ გამოცდილების გაზიარებით ცოცხე ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ღერძიც ეგ არის რომ ჩვენ რაღაცა ფილოსოფიურ და რაღაცა სენტენციებს არ ვეყრდნობით რაღაცა ხო ხდები ჩვენი გამოცდილებით ვეხმარებით ერთმანეთს მე ზუსტად ვიცი იმას სადკივა რომ იმას მე უთანაგრძნო და ზოგადად ეხლა რა ხან ახსენეთ თქვენ და ძალიან კარგი აქცენტი იყო რომ დამოკიდებულება არ არის რაღაცა მაინდა-მაინც რო თამაშობ რა 6000 გამოვლინება აქ ამ დამოკიდებულებას და ხო ხდები ეხა მე თავი რომ მტკივა ეგაა პრობლემა თორე ანალგინით გავიყუჩეთ მე თუ ციტრამონით თუ იმით ხო ხდები ეს უკვე მეორე ამბავია და ზოგადად აი ფუნდამენტურად დამოკიდებულებაზე რო ვისაუბროთ ეს არის სიყვარულის დეფიციტი შინაგანი სულიერი სიცარიელე ტკივილი რა და ეს თამაში არის ანესთეზიის ერთ-ერთი მექანიზმი რომელიც მე ფიქრებს მიჩერებს და აწყოში მიყუჩებს შეჩერების არის თუ როგორც ინგლისურ ენაში იზიმანი ანუ ადვილი ფული არის ნახეთ აი შეგვიძლია ამაზეც ვიმიჩნევთ რა მუშაობა და აი ხა მაგიჩალიჩე თუ რაღაცა და მოდი აქ სიზარმაცე ესეთი რაღაცა ეგეთი რამე არ არის ანუ უმოტივაციობა არსებობს და კი უმოტივაციობას ბადებს მოგების გამოცდილება და ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ახლა ამ თვალსაზრისით რომ ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკა ეგრე არის მოწყობილი რომ ბევრი სარგებელი მივიღო ნაკლები იმის და ბევრი ბენეფიტი ნაკლები რესურსის დახარჯვით და ეს უბრალოდ ჩვენი ფსიქიკის წყობილებაა. ეხლა ადამიანმა რომ მიიღო გამოცდილება რომ 5 ლარი ჩარიცხა და 5000 ლარი მოიგო, იმისთვის რთულია რომ დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე 800 ლარზე იმუშაოს, ხო მოტივაცია აღარ აქვს. იმას ურჩევნია დადგეს ესე ხელი გაიშვიროს, თავი შეირწყვინოს, 5 ლარი მოაგროვოს და იმ 5 ლარი შეიძლება 6-თვის ხელფასი მოიგოს, იმიტომ რომ ფსიქიკამ ეს გამოცდილება მიიღო. 6-თვის ხელფასი მოიგოს, მაგრამ ძირითადად ხო ესე არ ხდება, ხო კარგად ვიცით. არა, ძირითადად კი არა, ესე არ ხდება თავისთავად. ეხლა long term-ში რო შევხედოთ, ყველა ვარიანტში წამგებიანი ბიზნესია, მაგრამ აი ზუსტად მანდ ეხლა კარგად იმას ქენით, აი მანდ იბადება კაკრას ის ამბავი, ხა რასაც ვაპარაკობთ რა, რომ ის კი არ არის რომ მოსაგებად თამაშობს, პროცესისთვის თამაშობს, თქვენ რაც ახსენეთ რა, ანესთეზიისთვის რა. ნახე როგორი რამე არის. უკვე მანდ ერთვება. თამაში არ არის რაღაცა შედეგზე ორიენტირებული რაღაცა რა, თვითონ პროცესშია მუღამი რა. აი მე მაქვს რაღაცა მომავალზე ფიქრი ხო, შფოთია, წარსულზე ფიქრი ხო, დეპრესია და მოცულია ადამიანი ამით რა. არაფრით არ განსხვავდება ადამიანი, რომელიც ადრენალინზე დამოკიდებული და 500-ით დადის მოტოციკლით, ხელოვნურ საფრთხეს უქმნის თავის თავს, რომ აწყოზე კონცენტრაციაში, იმიტომ რომ აწყო ჩვენთვის განტვირთვის მექანიზმი საშუალება არის რა. და ეხა ის რომ ჩაფიქრდეს, რომ აიმე ხვალ ნეტა რა იქნებაო, გადაუვლის კენს და დარჩება გვერდზე ის ხვალ, ხო ხტები? ხელოვნურ საფრთხეს უქმნის თავის თავს, რომ აწყოზე კონცენტრირებული იყოს თვითგადარჩენით, ინსტინქტუალურად. მოთამაშეც დაახლოებით იგივეს აკეთებს. ამიტომ არ არის დამოკიდებულებებში არავით არის ესეთი ფუნდამენტური თვალსაზრისით განსხვავება, რომ იქ რო თამაშობს, კი იცის, რომ ბევრი პრობლემა აქვს და ბევრი ცუდი ჩაიდინა, მაგრამ იმ ილუზიას იქნის, რომ ეხა თუ მოვიგე მე, ყველაფერს ვაგვარებ, ხვდები? და ეს ილუზია მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაპაუზო ჩემი წარსული და მომავალი და უკონცენტრირდე აწყოზე. და აქ ანესთეზირებული ვარ. ტკივილი მიყუჩდება. მაგრამ ტკივილს რა ახასიათებს, ხო?
ეხა მიყუჩდება ხელი რომ აქვს გაჭრილი და კიდევ უფრო გთხივა, გაიგე, მე უფრო ნაკლებად ადაპტირებული ხარ იმ ტკივილთან რა და გამოჯამთელება რა არის? ტკივილზე გამარჯვება, ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა. ხვდები ის კი არა რომ რაღაცა გადავიკეთო ეხა ჩემის მიუხედავად ჩემი ფსიქოემოციური ფონისა, მე არჩევანი მაქვს, პრინციპული არჩევანი და იმას ვემსახურები უკომპრომისოთ რა. და ნახეთ რა ხდება საოცრება, რომ დროთა განმავლობაში და ამაზე ეხა ეს ჩემი იდეა და გამოცდილება მხოლოდ არ არის ამაზე თანამედროვე ფსიქოლოგიური ტენდენცია ყველაფერი თან ხდება მოკლედ რა რომ ჩემ მოქმედებებზე ადაპტირებული ხდება ჩემი ფსიქოემოციური ფონი და მე საჭიროება აღარ მაქვს იმ ტკივილის, საჭიროება აღარ მაქვს ლტოლვის მტკივა, მაგრამ აღარ ვამძაფრებ, აღარ ვატანჯინებ თავს ჩემი კონცენტრაციით იმ ტკივილს, ხვდები? და მშორდება, როგორც ხა კუდი აღარ მაქვს და კუდუსუნი მაქვს, იმიტომ რომ მიზნობრიობა აღარ არსებობდა იმ კუდის და ხო ხვდები, მოშორდა და აღარ იყო, ეგრე შორდება ის ხასიათის დეფექტები, რასაც მოიცავს დამოკიდებულება რა. ლტოლვა თუნდაც ხო სიყვარულის დეფიციტი არის ნებისმიერი ადამიანი რომელსაც აი გადაულახავი მოხმარების სურვილი აქვს არის ტოტალურ სიყვარულის დეფიციტში იმ მომენტში იმას თანაგზნობის მეტი არაფერი არ ჭირდება და ჩვენ რას ვაკეთებ კარგი რთული ამბავი არის მართლა ძალიან რთული ეს ახლა ზედაპირზე ხო ძალიან ზედაპირზე ვარ აი მილიმეტრზეც არ ჩავსულო რა ვეკა საიდან დაიწყო ეს ყველაფერი არის ის რაც მე ვთქვი, საწყისი ეგ იყო, რომ მარტივი ფულია რაღაცნაირად. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, აი თორნიკემ რაც თქვა, იმ პასაჟს გაუსვა უმეც ხას, რომ ბავშვობიდან იწყება ეს ყველაფერი, იმ სულიერი სიცარიელიდან და მე პირადად ჩემ გამოცდილებას გავაზიარებ, რომ დამოკიდებულება თვითონ დაავადება ჩემი ცხოვრების 4 ასპექტს შეეხო, ყველაზე მეტად რა, ეს იყო ბიოლოგიური ასპექტი, ეს იყო ფსიქიკური ასპექტი, სოციალური და ბოლოს სულიერი ასპექტი რა. ბიოლოგიიდან აი სულ მარტივ მაგალითს ვიტყვი, კბილი რო ტკივა ადამიანს არჩევანი არა აქვს რა, თამაშს ზედებს მაინც ფსონს რა, კბილს არ გაიკეთებს რა. აი მარტივად რო თქვა, ჩემ შემთხვევაში მსგავსი რაღაცა ხშირად ყოფილა რა. ფსიქიკაზე აღარ ვიტყვი, აი გიომს სწორად აღნიშნა, სარკეში ჩახედვა, რომელ ადამიანსაც უყურებს ზიზღით და შიშები, ეს მომავლის შიში, წარსულის შიში მათ შორის, ადამიანების შიში, იმიტომ რომ პრობლემები აი სოციუმში ყველაზე მეტად ურტყავს და საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც სულიერს უკავშირდება და სიღრმისეულს და ბავშვობიდან წამოსულ ტრამვებს უკავშირდება რა, ეს სულიერი სიცარიელე პროგრესირებადია და ვითარდება. საბოლოო ჯამში ამ 4 ასპექტის დანგრევა უკვე იწევს აი საჭიროებად გება ცვლილების. შეიძლება რომ დავარქვათ ფსკერი ამ შემთხვევაში. რამდენ ხანში დადგა დაახლოებით ფსკერი თქვენ შემთხვევაში? ანუ დროზე ვერ იტყვი, ხა მე 38 წლის ვარ და დაახლოებით 22 წელია მოხმარებაში ვარ. ანუ მოხმარებას გულისხმობ თამაშობდი ხანდახან კი ბატონო, ნარკოტიკებსაც მოვიხმარდი და აი ფსკერი დგება როგორ ხო? აი ეს 4 ასპექტი, როცა რესურსები ამოიწურება, თქოს ფინანსური, სოციალური, ფსიქიკური მათ შორის ეს ემოციები ძალიან მძაფრია და მტკივნეულია ამ ყველაფრის განცდა მოხმარებასთან ერთად. მაშინ დგება რა, მაშინ აი სამყარო მე პირადად დამანახა ცვლილების საჭიროება. იმიტომ რომ ყრუკედელთან ვიდექი, ცხოვრების გაგრძელების გზა აღარ ჩანდა ჩემ შემთხვევაში. ანუ ეს ცვლილების საჭიროება თვითონ ჩემი ცხოვრების გზამ დამანახა იმ ფაქტებმა, გავლენმა ფაქტებმა, რა თქმა უნდა, ძირითადი იყო ნეგატივი. კი არის ადამიანის ცხოვრებაში ხა კარგი ფაქტებიც, მაგრამ ნეგატივი დამოკიდებულების ადამიანების ცხოვრებაში არის უამრავი და ზღვა ფაქტებია მასე. ასე რომ ცვლილების საჭიროებას როცა დაინახავს ადამიანი, აი თქვენ კითხვაზე, ზუსტად მაშინ იწყება გამოჯამრთელება, იმდენად ის ხდება, აი ხელშესახები ხდება, რომ ცვლილება მჭირდება რა. ან შენ შემთხვევაში შენ დაინახე, რომ ცვლილება გჭირდება და შენ შემთხვევაში ხوارი რომ ვერ ხედავ ამას. ემოცია დავინახე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ემოციებზე დაკვირვება. მე დავინახე ემოცია სირცხვილი. ანუ ფსკერს როცა განვიცდით, იქ იყო სირცხვილი. და სირცხვილი არის, აი რავი, ყველაზე სულ ამბობ ხოლმე, რომ ჩემი ფსკერი ძალიან ღრმა არის, იმიტომ რომ იმის იქით ჯოჯოხეთია და აქეთ არაფერი არ ჩანდა და ბუნდოვანია, როცა სირცხვილში ადამიანი არც მომავალი ჩანს და წარსული ჯოჯოხეთურია, მომავალი არ ჩანს ბუნდოვანია და სადაც ვარ ისის ჯოჯოხეთი. აი ამ დროს იწყება ეს პროცესი. მნიშვნელოვანი მგონია ოჯახის წევრების და ახლობლების გვერდში დგომა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დახმარება, მაგრამ მანდაც აი დახმარებას თანაგადამრჩენელს ვეძახით რა,
თანადამოკიდებული ქვია მე თუ არავად ჩემი ოჯახის წევრიც არის იმ თამაშში მყავს შეტყუებული მოთამაშეს ყოველთვის რაღაც სქემები აქვს დახაზული სულ მომავალში ცხოვრობს და ამ სქემებში არა მარტო თქვათ რაღაცა კონკრეტულ თამაშის დროს კი არ ხაზავს ამ ცხოვრებაშიც გადმოაქვს და ოჯახის წევრების თავის სქემაში ყავს მომწყვლეული და ის გადამრჩენელის როლს თამაშობენ და ხშირ შემთხვევაში ირგვლივ თანაგაესენი რა ქვია დამოკიდებულები კი თანა 14 ერთი დამოკიდებული ადამიანი ირგვლივ 14-ს ითრევს ფსკერისკენ და თუ ეს წყვეტა არ მოხდა ანუ ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღებაც ძალიან რთულია მაგ დროს დახმარების თხოვნაც ძალიან რთულია რომ ითხოვ იმიტომ რომ ამ ყველაფრის აღიარება გიწევს როცა დახმარებას ითხოვ და ძალიან ძნელია ხა 22 წელი რაღაცას მალავ ეს მოჭიმული დაძაბული ხარ და მთელი ცხოვრება აი ამ სქემებში ხარ ამ სქემებში ატრიალებ ირგვლივ ოჯახის წევრებსაც და ძალიან რთულია რომ ეს ყველაფერი ამოიღო დადო და უთხრა რომ დამეხმარ მაგრამ აი სულ ამბობ რომ არის რაღაცა ძალა შინაგანი ეს რაღაცა ნათელი ნაპერწკალი ინთება ღვთიურ ნაპერწკალს და ხით ჩვენ რომ ჩანს რაცულების საჭიროება ამ დროს და აი იწყება რა და ნუ მთავარია მე მოქმედება ეს პროგრამა მოქმედებაზეა დაფუძნებული მე პირადად გავიარე გამოსავალში სამთვიანი სარეაბილიტაციო მე პოსტპროგრამა და იქ მომიწია სიღრმისეულად ჩემ წარსულზე მუშაობა იმ ბავშვობის ტრამვებზეც მუშაობა და ამ ყველაფრის გამოტანა აი შევხედე რეალურად ვინ ვარ ნამდვილად ვინ ვიყავ როცა ყოველთვის გავუგოდი საკუთარ როგორ მე რამდენი წელი არის ახლა გამოჯამრთელი ერთი წელი მისრულდება ზუსტად რო ადრეში რომ სრულიად თავისუფალი ვარ ნივთიერებებისგან თამაშისგან სიგარეტსაც დავანებე თავიდან თავისუფალი ვარ ყველაფრის როგორი შეგრძნებია სასწაული ანუ აი ზუსტად ეს არის ეს გამოცდილება მე არასდროს მქონია სიფხიზლის გამოცდილება და სულ მეშინოდა ამ მდგომარეობის და სულ ვიძახდი რომ აი ხიზელი და ჯამთელი უნდა მოუკვდეთ აი ისე დღეს არა რა კი ხიზელი და ჯამთელი მოუკვდე ჯობი არის იმიტომ რომ ის გზა რასაც გავდივარ აი გიორგიმ სწორად აღნიშნა პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების პროცესი როცა თავისუფალია ადამიანი ყველაფრისგან პროცესი უკვე ხდება აი რა არის ჰარმონიული მიყვარს ეს მდგომარეობა და ამას ხელს აღარ გაუშვებ არასდროს. აუ და ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მინდა გავაჟღერო რომ მე მქონია რამდენიმე ადამიანთან ძალიან ახლო კონტაქტი ვინც დაავადებული იყო ასე ვთქვათ უდმანი და არის ალბათ დღესაც და მათგან მომისმენია აი ასეთი ფრაზა რომ მე არ ვარ დამოკიდებული ძალიან ახლო იმიტომ ვამბობ რომ მქონდა საშუალება მასთან ძალიან ისე მესაუბრა ამ ყველაფერზე და პირდაპირ და მომისმენია რომ მე არ ვარ დამოკიდებული მე უბრალოდ ხანდახან ეს ძალიან ხშირად ხდება როგორც ვიცი რა რომ არ ეს რას ნიშნავს რომ თავის თავს იტყუებს თუ აი თუ ვერ ხდება მართლა რომ დამოკიდებული აი როგორ არის რომ ილუზია რა ამ დაავადების ინსტრუმენტი ჩემს წინააღმდეგ არის ილუზია რომ მაჯერებს ჩემი ფიქრები, ჩემი ემოციები, მათ შორის ყველაფერი ირგვლივ კარგად არის, რაღაცა რესურსები მაქვს. თქვა დღეს წავაგე ხვალე სესხს ავიღებ და იცი რა ეს არ არის პრობლემა და აი აქედან გამომდინარე ილუზიურად შეიძლება მეგონოს რომ ყველაფერი კარგად არის და რეალურად ამ პრობლემებში ვიხარშები, ამ ემოციებში ვიხარშები. დაჭიმული ვარ, დაძაბული ვარ, ვიმალები და ით კივილში და ტანჯვაში ვარ, მაგრამ გიომ სწორად აღნიშნა რომ ეს ემოციები ჭირდება მაგ დროს ადამიანს რომ ცოცხლად იგრძნოს თავი. რომ აი იკვებება ამ ყველაფრით კი ისტორია. კი. სიმპტომატიკა თამაშდამოკიდებული ადამიანის პირველი, რასაც ხშირად ახსენებენ, არის ხოლმე უარყოფა პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ხდება ამის არაღიარება. ანუ ზოგადად ჩვენი პროგრამა, რომელსაც ჩვენი მკურნალობა ეფუძნება 12 ნაბიჯის პროგრამა, პირველი ნაბიჯი არის ადამიანის აღიარება ამ პრობლემის წინაშე. ეს იქნება ნარკოტიკი, თუ თამაში, თუ ნებისმიერი ტიპის გამოვლინება, ყველაფერი იწყება აქედან. ანუ როგორც წესი, ყველაზე მეტად ეს უჭირთ ხოლმე ადამიანებს რომ აღიარონ, იმიტომ აქ მოდის რაღაცა ეგოზე გადაბიჯება, თავის მთელი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე მოკლედ უარის თქმა, აღიარება და აი ამ ნაწილში უჭირთ ხოლმე და თუ ადამიანი აღიარებს და გადადგავს ამ ნაბიჯს, როგორც წესი, შემდეგ უკვე მთელი მისი გამოჯამრთელების პროცესიც ძალიან ასე კარგად მიდის ხოლმე და საბოლოო შედეგებზეც საკმაოდ კარგად აისახება რა.
და ნუ კიდე რაც ასევე აღსანიშნავია, ეს არის რომ ამ ადამიანების დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება არის რაღაცა დაფარვა, საიდუმლოდ მოქმედება. ადრე თუ პირობითად ადამიანს უწევდა ფიზიკურად კაზინოში მისვლა, რაღაცა სლოტ-კლუბებში სიარული და იქ შეიძლება შიშებიც კი ქონოდათ, რომ ვიღაცას დაენახა და რაღაცა სირცხვილის გრძნობა დაუფლებოდა. დღესდღეობით ტექნოლოგიურმა ევოლუციამ ეს ყველაფერიც უკან გადაწია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლიდან აბსოლუტურად უპრობლემოდ და კომფორტულად დივანზე გამოწვეულს ითამაშოს ნებისმიერი თამაში და მიიღოს ეს ემოციები, რის დანაკლისად განიცდის, ხო? ასე რომ დღევანდელ რეალობაში პრევენციული ნორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ალბათ მე ღირს რო ყურადღების გამახვილება, რაზეც უნდა ვისაუბროთ და ამ კუთხით შეიძლება საჭირო იყოს ჩვენი პრეცედენტი კი გვაქვს და ნუ ასე ვთქვათ გამოსავალი თავის მხრივ მაქსიმალურად ცდილობს რომ ჩვენი დაკისრებული მოვალეობა კეთილსინდისიერად შევასრულოთ, მაგრამ ჩვენი მაინც ასე ვთქვათ რესურსი ხო შეზღუდულია, ჩვენ რაღაცა გარკვეულ რაოდენობა ადამიანებს ვეხმარებით, ხო? ნუ ბევრს არა. იმ მასშტაბებთან მიმართებაში და იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც დღესდღეობით საქართველოში არის და ნუ სტატისტიკებზე მოგვიანებით მოგახსენებთ, რომლებიც შემზარავია, ეს წვლილი და თუნდაც გამოსავალს თავი დავანებოდა სხვა სარეაბილიტაციო ქსელებიც გამოჩნდნენ ამ ბოლო დროს და სულ რო შევკრიბოთ ყველანი, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ პრობლემასთან რაღაცა ესეთი ხელშესახების შედეგები დაიდოს, ხო, რაღაცა რაოდენობის კუთხით. ამიტომ პრევენციული ნორმები, ამიტომ სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობა, სახელმწიფოს თანადგომა, თუ საპატრიარქოს თანადგომა იქნება, თუ რაღაცა გავლენის მქონე სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანებში ცნობიერების ასამაღლებლად. იმიტომ რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას თუ მოვიყვანთ, სოფლიო ნარკოდამოკიდებულებზეა უყვანთ ამ შემთხვევაში საუბარი, სოფლიო ნარკოდამოკიდებული ადამიანების მხოლოდ 16-მა თუ 17%-მა იცის რომ ეს არის პრობლემა და აქედან გამოსავალი არსებობს. 80%-მა საერთოდ არ იცის, რომ ეს პრობლემაა და აქედან გამოსავალი არსებობს. ხვდებით როგორი სევდიანი სტატისტიკა არსებობს სოფლიოში. შესაბამისად ეს გამოწვევა არის უმთავრესი დღესდღეობით, რომ ადამიანებში რაღაცა ცნობიერების დონე ავწიოთ, ვისაუბროთ ამაზე, განათლება, ადრეულ პრევენციული ნორმები, ადრეული ჩარევა, ხო, თუნდაც მოზარდებში, საგანმანათლებლო სისტემებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში ამ თემის წინ წამოწევა და ამ პრობლემის აქტუალიზაცია. იმიტომ რომ სხვა არ ტეხავდეს აღიარება. ხო, ნუ არსებობს რა თქმა უნდა სტიგმებიც, რომელიც სამწუხაროდ გავრცელებულია ჯერ კიდევ, რომ რაღაცა ნარკომომხმარებელი ან თუნდაც თამაშდამოკიდებული არის ცუდი ტიპი და უნდა გავრიყოთ და გავრიყოთ, რაღაცა ის იტყუებთ, მატყუარა, რაღაცა არავია, ასე შემდეგ, რადგან მესმის რომ შეიძლება თავისი რაღაცა ისტორიები იყოს, რომელიც ამ ყველაფერს ამაგრებდეს, მაგრამ ამ ადამიანს უნდა კარგად გავიაზროთ, რომ უბრალოდ ეს თვითონ არ უნდა რომ ესეთი ყოფილიყო რა, ანუ თავისი არჩევანი არ არის. ეს კარგად არის ეს გასააზრებელი, რომ ადამიანებს არ უნდათ რომ ამის გაკეთება, უბრალოდ ავათარიან. უბრალოდ პრობლემა აქვს და ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვანაირი დახმარება. სხვანაირი ჩარევა და არა ის რომ ციხეში ჩავსვათ, დავიჭიროთ, კუთხეში მივიმწვდიოთ და რაღაცა ძალიან რადიკალური უხეში ესე ვთქვათ მიდგომები. ხო, რასაც ხსნით, ძალიან რთულია რომ გააგებინოთ თუნდაც ოჯახის წევრს, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი ეთერის საშუალებით იქნება თუ არ ვიცი სხვა საშუალებით, რომ აი ადამიანებს ცნობიერება ამ მხრივ აუმაღლდეს. მართლა ურთულესია, როცა ოჯახის წევრი ყავს, თქვა ამ მდგომარეობაში დაავადებული და შენ ეს გაიაზრო, ამ ფორმით შეხედო, აი ხა როგორც თქვენ ხსნით და აი ამის შემდეგ ესე მიუდგეს სწორად. კი, ეგრე არის და ნუ რა თქმა უნდა ოჯახის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აქ თან ასე ვთქვათ სწორი კომუნიკაცია და თანადგომა და თუნდაც მოგმართონ ჩვენ და არ დამალონ. ხშირია იქ მაინც და სხვა შეიძლება ბოდიში ჩავეკითხო, რამდენად ხშირია ოჯახის მხრიდან. იმიტომ რომ გონია რომ სანამ თვითონ ადამიანი არ მივა აი ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დიახის უკვებს კერძეა და უნდა წავიდეს და ვთქვათ აი ეს გამოჯანმრთელების გზას შეუდგეს თვითონ გადაწყვეტილება იყოს. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება, რამდენად ხშირია ის, როდესაც უკვე ოჯახს მოყავს და წაიყვანს და რამდენად
ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ხო ამართლებს ეს ყველაფერი გამოსავალი ამ შემთხვევაში. როგორც წესი ითვლება, რომ ადამიანს თუ თვითონ არ აქვს გაანალიზებული კარგად, რომ მას აქვს პრობლემა და დამოკიდებულება მას სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეუქმნა ცხოვრებაში და ეს უკვე მის კონტროლის მექანიზმებს, ანუ ვეღარ აკონტროლებს ამას და აღარ შეუძლია და ჩვენ ენაზე ამას კაპიტულაციას ვეძახით, თუ ეს აქამდე არ მიდის ადამიანი, როგორც წესი რეაბილიტაცია არ არის ხარისხიანი და მისი შედეგები შეიძლება არ იყოს ისეთი ძლიერი, როდესაც ადამიანს უკვე ფსკერი აქვს რა, განცდილი და უკვე აღარ იცის იმის იქით, ვეღარ ხედავს ვერაფერს, ბუნდოვანება აქვს და უკვე ამ პრობლემას ძალიან თვალში გაუსწორა და შეიძლება ითქვას, რომ ხელები აქვს აწეული ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ესე დროს ბევრად უფრო ეფექტურიანი კი და ბევრად უფრო, თუმცა ისიც ხშირია, როდესაც ოჯახის წევრებს მოყავთ ხოლმე ჩვენთან ბენეფიციარები, იმიტომ რომ არის ხოლმე უარყოფა, ანუ თვითონ პირობითად დედა ხედავს, რომ მას პრობლემა აქვს, მაგრამ შვილი უარყოფაშია და არის ასე ვთქვათ ესეთი кейსებიც, როდესაც აი მოყავს ფაქტობრივად ძალით და ნუ შემდეგ ჩვენი მხრიდან კარგი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ მას, რომ ყოფილა ესეთი შედეგები, იმიტომ რომ ნუ ჩვენი რაღაცა მულტიდისციპლინარული გუნდი, როდესაც ერთვება იმდენად კარგი და ესეთი შედეგები აქვს, უკვე რა ვიცი 8 წელია რაც ამ საქმით ვარ დაკავებულები, პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი ვარ საქართველოში, რომელიც ამ თემით მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა დავაგროვეთ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან მოსული ადამიანი აი მაქსიმალურად იმით მიდის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ, ანუ მივიღოთ ის, რომ ამ ადამიანმა შეძლოს ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება ჰარმონიულად და არა დაამარცხოს ეს პრობლემა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალბათ, რომ ეს პრობლემა არის ქრონიკული და პროგრესირებადი, მაშინაც, როდესაც არაფერს არ აკეთებს ადამიანი დამოკიდებულებას ქვემოთ მიყავს ყველანაირად თავისკენ და ფსკერისკენ ადამიანი ასეთი ვერაგია აი სანამ სპეციალისტებამდე მივალთ კი ისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ უფრო კიდე კონკრეტულად მაინტერესებს აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ადამიანებმა თქვათ ვინცაც ძალიან ან მეგობარი ყავს მსგავს მდგომარეობაში ან ოჯახის წევრი აი ჩვენ სანამ თვითონ მივა აი მარიამი რასაც ამბობდა ხო თვითონ მივა იმ გადაწყვეტილებამდე რომ თქვათ ავად არის და უნდა განიკურნოს იცით რა არის? ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? შეგვიძლია მიკროფონის გარეშეც ვისაუბროთ თორნიკე. უკვე? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. თუ აქ სწორი დიაგნოსტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა, შეიძლება თქვენ გეგონოთ, რომ ადამიანს პირობითად აქვს რაღაცა მწვავე პრობლემა, მაგრამ ყოფილა ესეთ შემთხვევები, რომ პირობითად შემცდარან. ნუ იშვიათად, მაგრამ ნუ მოდი ვთქვათ, რომ აქვს ადამიანს პრობლემა, ხო, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში რთულია შეცდე. გაცხადებული ჩემ გამოცდილებას ვიტყვით, შეიძლება ჩემი მეუღლე იყო, პროგრამას იცნობდა ამ პროგრამაზე და პირველად და მოკლედ ჩამხსნა, აი არც ტელეფონზე არ პასუხობდა ხშირად, აი ცდილობდა რომ აი ფსკერი განმეცადა მოკლედ აი ჩახსნაში გულისხმება ფსკერამდე მივსურდა აი პროვოცირებდა რომ ნელ-ნელა მივსურდა ჩვენ აქტიურად ვაპრაქტიკებთ ეს ახლა ყველაზე აპრიორი არ მუშაობს რა შიშიც არის ჩემი შემთხვევაში ესეთი მეთოდია ვიტყვი რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მაგრამ ერთ-ერთი გზა ნუ ამ შემთხვევაში გავახსენეთ თქვენ გიცნობთ კარგად და ალბათ ინდივიდუალურად ხა თქვენ შემთხვევაში გამართოთ იმიტომ რომ იცოდათ თქვენზე როგორი მოქმედება თუმცა ვიღაცა შეიძლება ისეთი ფსიქიკა აქვს, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს და ამით ძალიან სულ შედეგად ჩახსნა არის ეს ერთი ტექნიკა, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგ, რასაც ჩვენ აქტიურად ვაპრაქტიკებთ და თუ მსგავსი შემთხვევა არის, ხა რასაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს უჭირს თავისი პრობლემის იდენტიფიცირება და გვერდიდან ჩარევა და დახმარება საჭიროებს, ამ შემთხვევაშიც გაცილებით ოპტიმალურია, რომ დაუშვათ სპეციალისტებს, მაგალითად ჩვენ, ან სხვა სარეაბილიტაციო სივრცეს არ ვიცი თვითონ გადაწყვიტონ, მიმართონ და ინტერვენციას ვეძახით ამ მეთოდს, როდესაც ოჯახის წევრი ცდილობს, რომ დაეხმაროს ადამიანს, ნახეთ როგორ აი გადამჩენელის როლი ახსენა ბექამ რა. პირველად ბავშვი რომ მოვიდა სახში 5 წლის ბავშვი თუ 10 წლის ბავშვი, რომელსაც 5 ლარი ჰქონდა წაგებული, ის რომ იმ 5 ლარს არ მივცე, არც ვკითხო შეიძლება ისე მივცე, ის რა არის 5 ლარი და არც ვკითხო რა შეჭirdება. და ჯობია რომ იმ 10 წლის ბავშვს თუ 12 წლის ბავშვს რა ქვია თავის პასუხისგებლობა იგრძნოს იმან და აი ეს თავისი უპასუხისგებლობით აღებული რაღაც ეს 5 ლარი იწვნიოს ესე ვთქვა და პირველი დისკომფორტი შეექმნას ვიდრე სანამ ხო რა თქმა უნდა ვიდრე სანამ ამის რესურსი გაიზრდება და მე ვიღაცა მოსაკლავად გამოეკიდება ღმერთმა დაიფაროს უკვე 40 წლისაც
ზოგჯერ გადამრჩენლის როლში როცა ვართ უღუპავთ ადამიანს, ამიტომ აუცილებელი არის რომ პროფესიონალების ჩართულობით აი ამ ჩახსნის თუ რაღაცა ინტერვენციის მეთოდებზე რაღაცნაირად ერთად ვიმუშაოთ რა. ხო, ძალიან საინტერესოა კიდევ ის ადამიანები, რომლებიც გარშემო ყავთ დამოკიდებულ ადამიანებს, თავად თუ გადიან პროგრამას მაგალითად, არ მოდის ჩემი მაგალითად უახლოესი ადამიანი, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ვიარო ამ შემთხვევაში და აი გარშემო მყოფები, როდესაც არიან ჩართულები პროგრამაში, ამას როგორ შედეგები აქვს ძირითადად? იქ ახსენა რომ ერთ დამოკიდებულ ადამიანზე 14 სტატისტიკურად მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ 14 თანადამოკიდებული მოდის, ანუ რას ნიშნავს, ხო, ეს თანადამოკიდებული ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებული უშუალოდ ამ ადამიანის უშუალო ცხოვრებით და მისი თუნდაც გამოჯამრთელების პროცესით. მათ თავიანთი ცხოვრება გვერდზე აქვთ გაწეული და ყოველი დღე იწყება და მთავრდება ამ ადამიანისზე ფიქრით, ზრუნვით, გადაჭარბებული ფიქრით და ზრუნვით და თავიანთი ესე ცხოვრების მაგივრად, ასე ვთქვათ, თუ ცხოვრობენ საყვარელი ადამიანის ცხოვრებით და ნუ ესეც არის გარკვეული ტიპის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ თანადამოკიდებულებას ვეძახით ამას და ჩვენ გამოსავალში გვაქვს სპეციალური კურსი თანადამოკიდებულთათვის და ეხლა ცოტა ხანში ვიწყებთ ოჯახურ თერაპიებსაც, სადაც ეს დამოკიდებულება ზოგადად არის ოჯახური დაავადება. ანუ რადგანაც ვახსენეთ ის, რომ ნუ ერთ ადამიანი მხოლოდ ინდივიდუალურად არ ხდება ამის კურნალობა, ყველანი ჩართულები ვართ, ხო? ამ ადამიანის გამოჯამრთელების პროცესში, შესაბამისად ეს არის აი ესეთი ოჯახური დაავადება და ხდება ცნობიერების ამაღლება არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ ის ოჯახის წევრებზეც და უბრალოდ სპეციფიური მიდგომები აქვს ყველას, თუ დამოკიდებულ ადამიანს ვესაუბრებით გარკვეული, ასე ვთქვათ, კონკრეტული მეთოდიკით, აქეთ საუბრობთ საერთოდ სხვა შედარებით სხვა ენაზე, ნუ გასაგებია, რომ ბაზა ერთია და საფუძველი ერთია დამოკიდებულების პრინციპები, მაგრამ არის რაღაცა სპეციფიკები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ორმა ადამიანმა პირობითად ოჯახზე ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაცხოვრება შეძლონ და პირიქით ხანდახან არის ხოლმე, რომ ერთმანეთს აზარალებენ აი ამ თავიანთი დამოკიდებულების და ცნობიერების დაბალი დონით. ასე რომ აქ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკა როგორია? რაღაც გვაქვს ხა რაღაცნაირი ეცილებ რაც მაინტერესებს ხო აგზავნები შემოვიდა ხო აზარტულ თამაშებზე რეკლამა აღარ შეიძლება ტელევიზიით და ასე შემდეგ უშველა მაგ ამბავმა მოდი ჯერ სტატისტიკებით დავიწყებ რა ანუ აზარტული თამაშების წლიური ბრუნვები სტატისტიკურ ციფრებს თუ მოვიყვანთ 2018 წლიდან 2023 წლამდე საგრძნობლად გაიზარდა ანუ 2018 წელს იყო 25 მილიარდი ლარი ყოველწლიური ბრუნვა და 2023 წლის მონაცემებით 65 მილიარდ უფრო სწორედ ლარამდე არის გაზრდილი სამწუხაროდ 2024 წლის პროპორციულია კი, ანუ ყოველწლიურად უჭირავს ძალიან დიდი მზრდის დადობის ტენდენცია და სამწუხაროდ 2024 წლის მონაცემები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ ივლისში ველოდებით, სულ მალე რომ დაიდება და უფრო თქვენს კითხვაზე პასუხი უფრო დეტალურად გვეცოდინება ალბათ ანალიზის კუთხით სულ მალე, როდესაც აი გასული წლის მონაცემები დაიდება, თუმცა სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ დაიდო საქსტატის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კვლევა, ანუ კერძო სექტორის ბრუნვებთან დაკავშირებით და 2025 წლის პირველი კვარტლის ბრუნვა აზარტული თამაშების სექტორში იყო რეკორდულად მაღალი 20 მილიარდი ლარი 90 დღეში. პირველ კვარტალში იყო 20 მილიარდი ლარის ბრუნვა, რომელიც აღემატება აქამდე კერძო სექტორში ნომერ პირველ ადგილზე მყოფი ვაჭრობის სექტორთან. ნუ ამაზე ამ სტატისტიკის გამოცხადების შემდეგ ცოტა აზრთა სხვადასხვაობა კი გამოიწვია და ზოგი ადამიანი იძახის, რომ სხვადასხვანაირად ითვლება ეს ბრუნვა და პირობითად ვაჭრობაში სხვანაირად ითვლება და აზარტულ თამაშებში სხვანაირად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია, რომ შედეგები არის კოლოსალურად მაღალი, ეს ციფრები არის ძალიან მაღალი და ნუ ჩვენს მოსახლეობასთან მიმართებაში არის ნუ აბსოლუტურად
არ არის რეალისტური და ძალიან ესეთი შეუსაბამო მონაცემები. ასევე რეგისტრირებული მოთამაშეები ჩვენთან ძალიან საინტერესოა ესეც რამდენი ეგრეთ წოდებული აკაუნთი არსებობს ხო დარეგისტრირებული მომხმარებლების და ბოლო მონაცემებით მილიონზე მეტია დარეგისტრირებული სხვადასხვა პლატფორმებზე დარეგისტრირებული აკაუნთები. აქედან აქტიური ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით სადღაც 30-40%-ია, თუმცა ესეც სადღაც 300,000-400,000 ადამიანზეა საუბარი და აქედან ადამიანების რაღაც გარკვეული ნაწილი უბრალოდ არ თამაშობს და პრობლემური მოთამაშედ ითვლება, ხო? სამწუხაროდ ამ სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს და ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცა მშობლიო სტატისტიკებს თუ დავეყრდნობით, აქაც რაღაცა დაახლოებით შეიძლება 10% ამ ჯამური მოთამაშეების როგორც მინიმუმ იყვნენ დამოკიდებულები თამაშზე. და ხომ არიან ასევე კიდევ ადამიანები, ვინც რეგისტრირდებიან ბებიების, ბაბუების. კი, და ზუსტად ამიტომ ვიძახი, რომ მილიონი დარეგისტრირებული აკაუნთიდან მე-13-ის ვანგარიშობთ, რომ არის რეალური, ანუ უნიკალური მომხმარებელი რეგისტრირებული და ეს მოისაზრებს თავისთავად აი ამ რამოდენიმე აკაუნთის რეგისტრაციასაც რა. და თქვენს კითხვას რო დაუბრუნდეთ, ну აი 2023 წლის ბოლოს გაკეთებული სახელმწიფოს მიერ შემოღებული სხვადასხვა ტიპის რეგულაციების ამდენად ქონდა შედეგები, ამაზე არ არსებობს დიდი კვლევა ჯერ გაკეთებული, მაგრამ პატარ-პატარა ფოკუს ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციები გვაქვს როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულებში, რომ დიდი ესეთი ცვლილებები, რომ ამას რაღაცა რადიკალური ცვლილებები მოყოლო და ესეთი ცვლილებები ნამდვილად არ არის რა. ანუ საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე, რომ ესეთი ტიპის რეგულაციები კი კარგია, არ ვიძახი იმას, რომ ცუდია, მაგრამ არაეფექტურია. უფრო არის სხვა კუთხით სამუშაო, სხვა ანუ პრევენციულ ნორმებზია, უფრო სისტემის ჩამოყალიბება, სხვადასხვა ტიპის ჩართულობა, თუნდაც იგივე აი ჩვენთან ბენეფიციარები, როდესაც გადიან მკურნალობას და როდესაც გადიან პოსტრეაბილიტაციის მკურნალობას, რომელიც ბექამ გაიარა და შემდეგ ვეხმარებით ამ ადამიანებს რესოციალიზაციის პროცესში, რომელიც მოისაზრებს თუნდაც დასაქმებას ჩვენთანვე გამოსავალში. აი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირობითად სხვადასხვა ანუ კერძო სექტორის თუ სახელმწიფოს ჩართულობა დასაქმების კუთხით, ამ ადამიანების ხელშეწყობის, თანადგომის კუთხით, სხვადასხვა ტიპის თუნდაც იგივე საერთაშორისო პრაქტიკების გამოყენებით, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ჯერ 10 წლისაც არ არის, ძალიან ახალია საქართველოში ეს მიმართულება. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და ვითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკებს და უყურებთ სხვადასხვა ქვეყნების წარმატებულ, ასე ვთქვათ, кейსებს. ხო? და ყველგან არის აი ეს მიმართულებები, ხა რადგან ჩვენ საუბრობთ, განვითარებული სპეციალური სამსახურები არსებობს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ხო? რომლებიც ადამიანების ცნობიერებაზე ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ, რომ სოციუმში რეალიზდნენ, არ ქონდეთ დაბრკოლებები, არ იყვნენ ამ სტიგმის ზემოქმედების ქვეშ და იცხოვრონ ჰარმონიურად და პროდუქტიულად, რა. მადლობა და ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა რომ ბექასთან და გიორგისგან მაყურებელს რო უთხრათ და იმ ადამიანებს, ვინც აი კიდე შეტოპილი არის ამ ამბავში და ხვდება, ან ვერ ხვდება რა დღეშია და ვიცით რომ ძალიან არის კარგ დღეში მოდი ესე ვთქვა, ხომ არ თვითონ კარგად იცის. აი ჩემი აქ მოსulis мотивация ზუსტად ეს არის რომ მივიტანო გზავნილი ადამიანებთან, აი წეღანაც თქვი რომ სირცხვილის შეგრძნება და ის შიშის შეგრძნება, რომელიცაც აი ფსკერზე განვიცდები, მან დამჭირდა ყველას დიდი გამბედაობა, რომ ცვლილების საჭიროება რო დავინახე და ის გამომეყენებინა ეგ მომენტი და დამეწყო ცვლილება და მაგას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება. მაგრამ ღირს რა გაბედოად რა მინდა უთხრა და გარანტირებული თავისუფლებაა და გარანტირებული ჰარმონია სამყაროსთან, სოციუმთან, ოჯახთან, ყველაფერი აი ცხოვრებაში უფრო მარტივია. უბრალოდ ჩემი გონება იყო, რომელიც ქმნიდა პრობლემებს და დღეს თავისუფალი ვარ რა. თავისუფალი ვარ და მინდა ყველას უთხრა, რომ არის რა გამოსავალი და შეძლებენ რა. და პატარა გამბედაობა ჭირდება მხოლოდ. მე ვიტყოდი, რომ გონება, რომელიც ქმნის პრობლემას, თვითონ ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, ამიტომ აი გამბედაობა ახსენა და გაბედეთ და ითხოვეთ დახმარება, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ იმდენად ხარ ბედნიერი, რამდენადაც აძლევ მაგის უფლებას რა შენ თავს. ამიტომ
არსებობს. მე თუ კარგად ვარ, ყველას შეუულია, ეგრე მგონია კარგად. ამიტომ თქვენთან ვართ. აბსოლუტურად გეთანხმები და აბსოლუტურად და ხო, მართლა დასაფიქრებელი არის და მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს ამ ყველაფერს, არ ხარ თქვენი მაგალითად ხო აცნობიერებ, მაგრამ ვერ ერევი და ის ერთი პატარა ნაბიჯი გინდა და პატარა გამბედაობა, რომ მართლა გათავისუფლდე და სხვა არა გულაო რა. ხო, ესე ხო. და იყო ჯანმრთელი ძალიან დიდი მადლობა. იცით რა, ხო, ბევრი მადლობა გითხრათ, მაგრამ კიდევ ერთი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ აი ესე ღიად და კუცბელად საუბრობთ იმ პრობლემაზე, რაზეც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ხო, რაღაც სჭირდება, რომ შენ აი ესე გადმოიღო და პირდაპირ ეთერში, როცა მილიონი ადამიანი გიყურებს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობაც, თუნდაც იგივე ცნობიერების სასამართლობად, ასე რომ დიდი მადლობა თქვენს ამ დროისთვის. თქვენ მადლობა ამ ინიციატივისთვის, რა, რომელიც სახელმწიფოს მზადვართ, რომ თემებზე მე მეორე თვარ უკვე თქვენთან და მადლობა მოკლედ დიდი და მადლობა თქვენ გამბედაობისთვის და გულწრფელობისთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, შემოძვირფასება და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ გადავდოთ. დროებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ეხლა იმ თემაზე უნდა ვისაუბროთ და ისეთი ადამიანი გავიცნოთ, რომელიც ძალიან ახლოა ჩვენთან, განსაკუთრებით და მე ყველა ადამიანთან არის განსაკუთრებით ახლოს. ხო? ხო, ხატრობაზე გვექნება საუბარი. ხო, სიტყვები რომ არ არის საჭირო და ხედვით ეს ყველაფერი ხდება, და კი ბატონო. მართლა არის რომ ნამუშევარი, ნახატი საუბრობს და იმ ენერგიას ინახავს, რომელსაც მხატვარი დებს იმ მომენტში. ემოციას, ენერგიას, ხო, ყველაფერს. პირდაპირ იკითხება და პირდაპირ გრძნობ ამას, რომ არ იყო გაცნობიერებული მხატვრობაში. და შენს გამუნჯებს. ხო, არა? რა თქმა უნდა. და ეს ადამიანი, რომელზეც დღეს ჩვენ ეხლა სიუჟეტს ვნახავთ, მე ვიცნობ მის ნამუშევრებს, თვითონ პირადად არა, მაგრამ მის ნამუშევრებს ვიცნობ და ძალიან მაგარია. ხო, მე მგონი ეს ძალიან დავინტერესდი. ხო, ჩვენც უნდა გავიგოთ და ნაწილობრივ ვიცით კიდევაც, თუმცა ჩვენს ტელემაყურებელებსაც ეს სიამოვნება უნდა მივანიჭოთ აუცილებლად და მოკლედ გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც გიორგი მახარაშვილზეა და აუცილებლად უნდა უყუროთ ერთად. გთხოვთ. რომელმან შექმნა სამყარო ძალითამით ძლიერითა, ზეგარდ მოარსნის სულითა ხუნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერით. მნიშვნელოვანი არის ის ჩვენი ფესვები იდენტობის რაღაცა რომ გავიგოთ მომავალში, უნდა ვიცოდეთ დაახლოებით რა იყო მანამდე. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვარდულია, უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცავი ნორგულია, სმაჭამა დიდად შესარგი დება რასავარგულია, რასაცა გასცემ შენი, რაც არა დაკარგული. იმდენად ქართულია რომ კითხულობ, იმდენად გესმის, რომ ვფიქრობ რაღაც ერთ-ერთი რაც ესე ვთქვათ სუპერძალა გაქვს თითქოს ქართველი რო ხარ, მაგას როცა კითხულობ. ყოველთვის არის რომ რაღაც წაიკითხავ და გეკონება ეხლა არის ნათქვამი. მე ვარ გიორგი მახარაშვილი, მხატვარი. მხატვრობა არის ჩემთვის საკმაოდ ბევრი რაღაცა. პირველ რიგში ალბათ თავისუფლება არის, ასევე არის რაღაცნაირი შინაგანი რაღაცის თქმის სურვილი რო გაქვს. ჩემთვის ეს არის ჩემი გამოხატვის ვერსია იმისი, ისი თქმაც შემიძლია. როგორც ნახატებია ხოლმე სხვადასხვანაირი თვითონ ნათქვამიც სხვადასხვა შინაარსს შეიცავს ხოლმე, მაგრამ უფრო რაღაც ისეთი მალული, რაც ფიზიკურად არ ჩანს და რაღაც პროცესები მიმდინარეობს, თქვათ, უშუალოდ კონკრეტულად ავიღოთ ადამიანი, ის უხილავი რაღაცა შინაგანი განცდები და ასე შემდეგ, აი ამის გადმოცემა მინდა ხოლმე ძირითადად.
ნახატის მიზანიც ჩემთვის ის არის ხოლმე, რომ ბევრწახნაგიანი აზრის შემცველობის იყოს რა. მე როგორც ავტორი ვცდილობ ხოლმე რაღაც ჩარჩოებში არ ჩავსვა და არ იყოს ის თვითონ შინაარსი რაღაცნაირად შემოფარგლული რა. მიყვარს, როდესაც სხვა აზრსაც იკევს, თქვათ, მაყურებლის, რა თქმა უნდა. და ხშირად არის ხოლმე ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციები იმისი, რასაც აღიქვავენ, რა ვიბრაციებსაც გრძნობენ და ანუ ეს კავშირიც ძალიან საინტერესოა ხოლმე. სულ ალბათ არ ვხატავ. სულ უფრო ეგ მდგომარეობა არის, ან ზებნის მომენტია ხოლმე, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სულ, იმიტომ რომ როდესაც აი ეს ამ ხელოვნებაში ხარ და ვთქვათ უშუალოდ ხატვარი ხარ, ეს ვიზუალური ფიქრის დამუშავებები შენშიც ხდება, ანუ უშუალოდ როდესაც ნახატთან არ ხარ, მანამდეც მაგ პროცესში ხარ, როდესაც გინდა რომ რაღაცა კიდე შექმნა. და ყოველი ეს პროცესი რაღაც იგივე ნაწილი არის იმისი, როდესაც მუშაობ. როდესაც ხატავ დიდ ნაწილს ის მომენტი შეიცავს, რომ ანუ ბევრს ვფიქრობ, ბევრს ვაანალიზებ და ხშირად ნახატისგან ცალკე ვსივარ ხოლმე, რომ აღვიქვა, ანუ ის შეგრძნება მოდის თუ არა, რომელიც მე მაგალითად ჩავიფიქრე რა. თვითონ პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხშირად ვიძახით ხატვრები. იმიტომ რომ მაგ პროცესში განიცდი, ეგ მომენტი არის რეალურად ჩემთვის ალბათ ისე არის, რომ ნახატი დაიხატება უკვე მერე კონკრეტულად მარტო შენ აღარ გეკუთვნის და ჩემთვის მეკუთვნის ის მომენტი, როდესაც იქვა. ეს პროცესი არის ხოლმე როგორც სასიამოვნო სტაბილიზებებს და ახტოვანებასაც იწვევს და ასევე არის ხოლმე როდესაც ძალიან გაწვალებს რაღაც მომენტი და ანუ რაღაც უფრო ჭიდილს გავს. მხატვრობა რთული გზა არის. გიორგი, ძალიან იჭიერი ხარ და ძალიან მომწონ შენი ნამუშევრები. აი მართლა ძალიან, აი რაღაცნაირი ხასიათი აქვს და ფერები და მინდა რომ კიდევ უფრო ბევრი ნამუშევარი ვნახო ცოცხლად და იმედია ვნახო. ხო. ნუ ცოცხლად ნახოს კიდევ უფრო სხვა ემოცია აქვს და სხვა ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა ეკრანიდან უკვე ჩანს, რაც დაგხვდება ლაივში. ნამდვილად. ხო და ეს მარიამი რო არ დადიოდა და რო შემოგვიერთდა. შატალოზე რო იყო, ხო? შატალოზე რო იყო. მაინტერესებს შეამჩნია თუ არა მთის წყლის ბოთლზე ახალი ეტიკეტი რომ გაჩნდა. რა თქმა უნდა, არც ისეთი რთული შესამჩნევია ჩემო, ანა ეს ამბავი. იცი რა, ეს მთის რო წერია შენ იცი და ეს რისი ლოგო იცის ნახე. კლუბ PSG-სთან კოლაბორაციის. იმეცადინა და ვიგონი ვართ მაინც თავში ხომ არ გვეპატარებები. ეს არის პარტნიორობა ჩემო ანა, რომელიც ორი გამორჩეული ბრენდი ერთმანეთს დააკავშირა და მომხმარებელს ახალ და ექსკლუზიურ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, სთავაზობს ჩვენი მთის რომელიც არის 0% ბრომატი. ბრომატი არ აქვს. იცი რა არის რომ ხო ანა, მაგრამ ბრომატი რომ არის. ყველაფერი ვიცი. ყოჩახაბად თქვი ბრომატი რა არის? ბრომატი არის ნივთიერება, რომელიც არ მართლა ვიცი, ბრომატი არის ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია რომ შედიოდეს წყალში თუ დასაშვები რაღაც დოზით და არ არის მავნე, მაგრამ რაღაც დოზით არ არის მავნე, მაგრამ მთის წყალმა საერთოდ 0%-ია გითხრა. საერთოდ არ არის, უფრო კარგია. რა თქმა უნდა. ყველაფერი გავიგე. ყოჩახანა. ხო და რა ვიცი, აქ ყველაფერი გავიგე. ეხლა მინდა გავიგო სამყაროში რა ხდება. ხო.
რა გინ სამყაროში რა იცი ხდება? რაღაცა მოუთმენელი გახდი, რაც მე წასული ვარ და ადამიანი გაბრუნდა და ცოტა ხანი ვესაუბროთ და მე გავიგოთ მსოფლიოში. თქვენთვის ახლა პირდაპირ საჭორაო სივრცეა თუ რა არის? რატომაც არა საჭორაო და არ გვი შენ თუ გინდა, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვსაუბრობთ. რომელად რა რაღაცა სამივე ერთად რომ კარგად ვერთობით, პირდაპირ ეთერში კარგი გაგებით რა და იცი რა, რაც ეთერში შემოვიდი, მას მე ვარ რაღაცნაირად ჩინაგანად აჟიტირებული. იცი აი შეყვარებულს რომ პეპლები გაქვს მუცელში, ხო იცი შეგრძნება, მაგრამ მე უფრო გულმკერდში განვიცდი ხოლმე ამ სასიამოვნო შეგრძნება. ხო ამოინაცვლა და ხო ის გულის ფიცარში რაღაც ძალიან რომ გიხარია, იმიტომ რომ რო შემოვედი სხვა შორის ტელევიზიაში, შემოვარდი ყველგან, ჯერ კიდევ დილის ლაივი იყო ჩვენთან და ბაჩოს და ხატიასთან შემოვარდი არაპირდაპირ ეთერში, მაგრამ კადრს მიღმა ვიყავ, მე საერთო ეროშიც ავარდი და შემდეგ უკვე თქვენთან ერთად ხვდაბედნიერება ხო წილად რომ ყოფილიყავ თანაც შენი დაბადების დღე დაგვეცხვა და ცუდი ჭორაობა გამოგვიყვიდა და გადასარევი დღეა გირჩევია თან. ყველაფერი გათვლილია და ჭკვიანესი გოგო ვარ, უჭკვიანესი. ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი ახლა ნახე მაჩვენებთ და გამაგებინებთ რა ხდება სამყაროში თუ არა ბოლოს და ბოლოს. იცი რა მოვიფიქრებთ, ანა რა ვქნათ? მოდი მაშინ საინფორმაციო გამოშვება პირველები ვნახოთ და ნახოთ რა კარგია. ეს ადამიანი და ისევ დავბრუნდეთ ჩვენ შემდეგ. მადლობა და პირველების დროა და რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით. პირველები დროებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩი არის როგორ მიხარია რომ სამცალს რო ხედავ. სამცალს? ხო, სამ ადამიანს ეთერში რა, ანუ. მე მგონია შენ გარდა სამს. კლიანობაში, ანუ. ესე იგი, ჩემო მარიამ, შენ რო შატალოზე იყავი, გადასარევი მიზეზის გამო, ამასობაში ჩვენს ერთ-ერთ წინა ეთერში ყავდა სტუმრად ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე. ძალიან ნიჭიერი გოგო, ძალიან ნიჭიერესი და რა მომწონს იცი ძალიან რომ ყოველთვის მის პროექტებში არ არის უბრალოდ რაღაცა ვიზუალური ნაწილი რომ მივედი მოგვეწონა და დამთავრდა იქ ყველაფერი. არა, რაღაცნაირად ისეთ პროექტებს აკეთებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისთვის და ამჯერადაც აი ესე ამოაცოცხლა აჭარა და აბრეშუმის მუზეუმში არაჩვეულებრივი გამოფენა მოაწყო და მასტერ კლასი აჭარელი ქალბატონების მონაწილეობით, რომლებიც პირდაპირ იქვე ასწავლიდნენ სურველებს, ხო, ქარგვას. ულამაზესი და ძალიან ლამაზია საჭარული ორნამენტები. არა მარტო აჭარული, საქართველოს ყველა კუთხე არის უნიკალური მართლა და აი ესეთი პროექტები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვახსენებს რა მაგრები ვართ. რა კულტურის ერი ვართ, ხო, ნამდვილად ესეა, გეთახმები. ნიკა და დიდი მადლობა. შემთხვევით სიუჟეტი ხომ არ გაქვს? სიუჟეტი ხო არ აქვს მომზადებულია. სხვა რაღაცა მოყოლო და მაგას ლოგიკურად კარგი იქნებოდა. მაგერიო რესტორანში ხო დადიოდი. კი. ნახოთ, მაშინ არაჩვეულებრივი სიუჟეტი და ისევ დავბრუნდეთ. ნახოთ. ჩვენ მუზეუმში დღეს ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. ირმა შარიქაძის გამოფენის თანხმლები ვორქშოპია, რომელსაც მედიტაცია მუზეუმში ქვია. ზუსტად ასახავს ამ ქალბატონების კულტურული მემკვიდრეობის თითქმის ძეგლად ქცეულ საქმიანობას და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ირმა შარიქაძის თაოსნობით ორი აჭარელი ქალბატონი გვეწვია, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ფართო აუდიტორიის სურვილი, რომ მოსულიყვნენ და შევძელით რომ მუზეუმში მიგვეყო სტუმრები და ეხლა მიდის ძალიან ესეთი ვორქშოპი, როდესაც გულმოდგინედ მუშაობენ. ჩემი საავტორო პროექტის აჭარული პროექტის ნაქარგი ხებერის ფარგლებში ვატარებთ პირველად საქართველოში და პირველად აბრეშუმის მუზეუმში აჭარული ქარგვის ვორქშოპს. და გვყავს არაჩვეულებრივი სტუმრები აჭარიდან, ორი ქალბატონი ნინო და ლეილა გორგაძე, რომლებიც ატარებენ ვორქშოპს და პირადად ასწავლიან
სურველ საზოგადოებას თუ როგორ უნდა კარგო ტრადიციული აჭარული ტექნიკით. მე ვთვლი, რომ არ უნდა გამოტოვოთ ეს გამოფენა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, აუცილებლად მოდით მუზეუმში, ჩვენ ვორქშოპს აუცილებლად გავიმეორებთ და 14 ივნისს გელოდებით ძალიან საინტერესო ლექციაზე, სადაც ვისაუბრებთ აჭარულ არქეტიპებზე და აჭარული ნაქარგების და მითოლოგიის კავშირებზე, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა ასევე ქალბატონების გაცნობა, რომლებიც ტრადიციულად ამას კარგავენ და თან გვასწავლიან ჩვენ. ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ძალიან მომწონს მათი ნაქარგები. პირველად ვქარგავ ესე ამხელა ნაქარგს. ბავშვობაში უბრალოდ რაღაც ჩემთვის მიქარგია, ესე რაღაცა ხო არანაირი ცოდნა არ მაქვს მოკლედ და პირველად არის რომ ესე რაღაცა პროფესიონალურად ვცდილობ რომ მოვქარგო. არ ვიცი ესენი თარგად მოიცემა, არ ვიცი ისეთი სიამოვნება და ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის. ჩვენთვის დიდი ტრადიციაა, ბებიასა და დედისგან მოდის და ამიტომ მინდა რომ გაგრძელდეს და თქვენი მეშვეობით იმედი მაქვს გაგრძელდეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ჩემი აქ ყოფნა და ძალიან მიხარია, როცა არიან ესენი მომდომებული და ასე გულით აკეთებენ ყველაფერს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მართლაც ძალიან ემოციაში ვარ დღეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი აბრეშუმის მუზეუმის დირექტორს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ირმა შარიკაძეს. სულ თვალს ვადევნებდი ირმას Facebook-ის გვერდს, იმიტომ რომ ხდებოდა ხოლმე ამ სპეციფიკის და ამ დარგის პოპულარიზაცია. და აქედან გამომდინარე, როდესაც ვნახე ეს პოსტი, ვიყავი უკვე დაგვიანებული, ვეღარ მოვახერხე ჩაწერა და რეგისტრაცია, მივწერე ირმას, მე თვითონ ამ მუზეუმს და მოხდა ასე ვთქვათ, ჩემი სპეციალურად ჩასვლა, რითვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ დღევანდელი ეს ვორქშოპი იყო, ვორქშოპზე უფრო მეტი, იმიტომ რომ რაღაც ამდენი ადამიანი ერთად, რომელიც რაღაცა ხელნაკეთს ქმნის, ეს არის ფანტასტიკური თერაპია, მინდა ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და უღრმესი მადლობა კიდევ იმისთვის, რომ ამ დარგის პოპულარიზაციას ახდენთ და არ მიეცემა დავიწყებას. მოყვე ხარს დაგემართა? ნუ ვიტყვით მიზეზს. პირველ რიგში მადლობა ირმას და სიუჟეტიც არის ჩვეულებრივი იყო და მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს გოგო ყოველთვის. ხო და მამასთან. ეხლა უნდა ეთქვა ანას გაეგზელებინა მარიამი სად წავიდა ამასობაში? აი თურმე სად წავიდა? მაგარია. ანინა რომ ჩამიჩეს. ჩავიცადე ნელა მოვალ. დაე. აი დაე. ყველას დაბიხარდება ეს თუ აბიხარდება. ეხლა არ შეიძლება. ერთი სამი მაინც ამინ. ჩავა. აი, გიოცავ. ძალიან დიდი. კიდევ თქვენ არის გიოცავ. თუმცა ისეთი რაღაც შევიფიქრე, რომ პრინციპში სულები იყო ვინ ჩააქრობდა. შენ ხარ ყველას ეხება, და თელ საქართველოს მართლა რა მაგარია. იყო ძალიან ბედნიერები და თავისუფლები და ლაღები და კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენ ბაშა, ეხლა ნუ არ ავთებ მაგას, რა იყო? გაერ. ჩემანას გული რო არ დაწყდა. არა, ჩემო სიცოცხლე. არ დაწყდა, არა, ნუ გაშ. მე ვიცი რატო ავთებს, ეხლა ჩემი დაბადების დღე ახლობდება და მარე მენტოს. რა მაგარია. ეხლა 13-ად ჩავა. და ესე დავუმშვიდობოთ მაყურებელს. 1 ხვალამდე. ხვალამდე.